მოგესალმებით, მე ლადო ნაცვლიშვილი ვარ, ვინც არ მიცნობს და რა ვიცი, მოვედია, მაგრამ რას მიპირებთ, მითხარით, რა გინდათ ჩემგან. UFC თბილისი რეალურია? თავარი კითხვა, UFC თბილისის სირთულეს რას ვხედავთ, იცი, სად უნდა ჩატარდეს არენა? აი, სად? სპორტის სასახლეში იმართება რკენაკი, ბატონო, მაგრამ მაგალითად სპორტის სასახლეში თეორიულად UFC კი ჩატარდებოდა მაშინ, მაგრამ ყველა სკამი უნდა გამოცვალო მაშინ. ეგეთ სკამებზე ხა დღეს სერიოზული იმას ვერ ჩაატარებ, ხო? ზოგადად ძალიან რეალურია ამ ლოჯისტიკურ პრობლემებს ვარ გამოვიცხად. და უკვე სურს კიდეს UFC-ს, ანუ სურვილი UFC-ს, ამის სურვილი აქვს. დანა ვაითი რომ რეალის პრეზიდენტი იყოს პირველი ვის იყიდდა? გეტყვი. ვის არა რას? პირველი იყიდდა ბარსელონას და გაუქმებდა. მეორედ იყიდდა მანჩესტერ სიტის და გაუქმებდა. ახლა დიდი ეჭვი მაქვს იყიდდა ამ პერიოდში უკვე PSG-საც და გაუქმებდა. და მოკლედ ყველა სერიოზულ კონკურენტს იყიდდა ჯერ და გაუქმებდა. უბრალოდ ამას არ ყავს ესე გააკეთა თავის დროს. ეგრე მართავს საქმეს? დანა ვაითს ყავდა სერიოზული კონკურენტები, ჯერ პრაიდი ყავდა, რომელიც UFC-ზე პოპულარული იყო. რა მოხდა 2007 წელს? იყიდა პრაიდი და მეორე დღიდან შეწყვიტა პრაიდმა არსებობა. ცოტა ხანში ამერიკაშივე, იქვე წვირწინ, გააკეთა ესეთი ორგანიზაცია Strike Force-ი, რომელიც მართლა უკვე ეწეოდა და ქალთა MMA-ით უკვე პირველზე იყო და სხვადასხვა სხვა რამდენიმე დივიზიონში უკვე ჯობნიდა UFC-ს. იგივე. რა მოხდა? იყიდა Strike Force-ი და იყიდვის შემდეგ გაქარა Strike Force-ი. ამიტომ სავარაუდოდ ეგ არის თავი პრობლემა დანა ვაითის რომ მე ვფიქრობ რომ შეიძლება ბევრმა დამცინოს ხა რატო აკრიტიკებო მაგრამ ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში რაც დანა ვაითი აკეთებს ცუდია მისი ბიზნესისთვისვე. შენი საყვარელი მებრძოლი რომელიც მასებმა არ ვიცით. თუ არსებობს ეგეთი? სხვათა შორის საინტერესო კითხვა. რამდენიმე არის ისეთი, მაგალითად მე ძალიან მომწონდა გრეპლინგის კუთხით დასტინ ჰეზელეტი. ეგეთი მებრძოლია, რომელიც შეიძლება ძალიან ცოტა მიცოდეს. შენ ნამდვილად არ გეცოდინება. ნაბადას კი არა, MMA-ის გულშემატკივრებას ბევრმა არიციან. რა ბედი ეწია? მაგას ფერი დაანდება თავი. ახლა აღარ იბრძვის, რა იბრძოდა და აღარ იბრძვის. წარმატებისთვის რომ მიეღწია დიდისთვის, მაშინ ხო, მასებსაც ეწოდინებოდა. ამ კითხვის პასუხი ვერ იქნებოდა. სუმოში შანსი რაგბის 3 ნომერს უფრო აქვს თუ 100+ ჯიუდოისტს? 100+ ჯიუდოისტს. ბევრად. და ძალიან გავს სუმო. ჯუდოს რეალურად ის კი არა ილეთები ძალიან ბევრი იდენტურია. ჯუდოში რაც კეთდება კამრით, ისინი ყველაფერი არის სუმოშიც. უბრალოდ ეხა გითი რაც კეთდება, ეგრეთ წოდებული კიმანოთი, ნუ ის სუმოში ვერ იქნება, იმიტომ რომ არ აქვთ. თორე ისე ძალიან გავს. ბევრი ყოფილი ჯუდოკაა, სხვათა შორის ჯუდოთი რო დაიწყო მერებიდის სუმოში და პირიქითაც ყოფილი. რატო ვერ შევთანხმდით და დავიმკვიდრეთ ჯუდოისტი ვთქვათ თუ აღარ ვთქვათ და ჯუდო? მე ვთვლი რომ ისტი ქართული სტილისტიკა არ არის სპორტსმენების ისტის დასახელება შემოვიდა რუსეთიდან. თუ მიაქცევთ ყურადღებას სპორტის სახეობები, რომლებიც ქართველებმა მივიღეთ და თვლით რომ ჩვენია, ხა მარტო ჩვენი კი არა, ჩვენიც არის, ხო? იქ არსად ისტი არ არის. ფეხბურთელია, ფუტბალისტი არ არის, კალათბურთელი, აი რაც გვიყვარს რაგბი, ხო? რაგბისტი ადვილად დავივიწყე. ჯუდოა და არა ჯუდო. ეს წონის კლების ჯოჯოხეთი როდის მორჩება? ეგ არის საშინელება. ეგ მართლა საშინელება. ეგ მოსაშორებელია, თუნდაც იმიტომ რომ დავანებოთ თავი ახლა შეიძლება ბევრი მეწინააღმდეგეა და შეიძლება რაღაც ყველანაირი არგუმენტი მივიღო, მაგრამ მე მაქვს ერთი არგუმენტი, რომელიც ჩემი აზრით რკინის არის და მარტო ამის გამო ღირს რომ რაღაც მაგას უნდა მოუხერხოთ. იმიტომ რომ ეს წონის კლება არის ძალიან რთული ორგანიზმი, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად იღებს და თან ერთ და იგივე ორგანიზმმა შეიძლება სხვადასხვანაირად მიიღოს ბევრი ფაქტორისგან გამომდინარე რა, ელემენტარულად, მაგალითად კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეიძლება სხვანაირად მიიღოს. შესაბამისად, დღესდღეობით ორი ადამიანი რომ დადებს წონას, მე პირადად უკვე არ ვიცი რეალურად ვინც მოიგო, ის უფრო ძლიერია თუ არა, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევებში უბრალოდ ერთი მებრძოლი არის ძალიან დასუსტებული. და შესაბამისად ჩვენ ნებისმიერ სპორტს არა მარტო MMA-ს, ნებისმიერ სპორტს რო უყურებთ, გვაინტერესებს ვინ არის ძლიერი, ხო? და არა ის, ვის ყავს უფრო კარგი მაგარი ნუტრიციონისტი და ვინც ახლა მაგრად დაულაგა ეს წონის კლების და ძალიან ხშირ შემთხვევაში ბრძოლას იგებს არა მებრძოლი, არამედ აი ნუტრიციონისტი, პირდაპირ გეტყვით და ეხლა. რა უფრო ჯობნის რინგზე, მენტალობა და big heart-ი ეგრეთ წოდებული თუ დისციპლინა? ნიჭი, უნარები, ვარჯიში დისციპლინა, შრომის მოყვარეობა, ტალანტი, რა ვიცი, კიდე რაც შეიძლება იყოს. ყველაფერი ჯამში აღებული არის 50%. მხოლოდ.
დანარჩენი 50% არის აი ამის და ამის ერთობლიობა. ანუ ამის რას გულისხმობ? ის შენ თავდაჯერება. აი მაგას სხვადასხვა იყო ესეთი მებრძოლი დონალდ სერონი, რომელიც სასწაული უნარები ჰქონდა დონალდ სერონის, რაღაც არანორმალური ყველგან. თავის დროზე ყველა ტოპ მებრძოლს მოუგო, ოღონდ როგორც კი ბრძოლა ხდებოდა საჩემპიონო, აუცილებლად და ილია თოფურია რო გადიოდა ვოკაუთი რო ქონდა ჩარლზ ოლივეირასთან. ჩარლზ ოლივეირას რო ხდები და ოდნავაც რო არ ნერვიულობდა, ესე რო გადიხარ თავდაჯერებული, ეს უკვე ერთი ნაბიჯი წინ ხარ რა. ხო. იან გარიმ გორში რა ისწავლა? ხო, იანგარი გორში რეალურად არ იყო ჩამოსული, ამ ჯერზე არ იყო ჩამოსული სავარჯიშოდ, უბრალოდ დაზვერა სიტუაცია, იქ ინფრასტრუქტურულად როგორ შეიძლება გაატაროს აქ, ეს ნამდვილად უნდა იანგარის აქ გაიაროს, იცის უკვე, გაიგეს უკვე რომ ქართველები საქართველოში ძალიან მაგარი მებრძოლები იჭედებიან, ასე ვთქვათ, სამჭედლოა და ისიც გაიგეს, რომ აი ვიღაცებს თუ გინდა ებრძოლო, ყველაზე მაგრა ესენი ებრძვიან. ხო და სავარაუდოდ თუ ჩაინიშნება ბრძოლა, აი მერე ჩამოვა და მერე ძალიან ბევრი რამე შეიძლება ისწავლოს. რა. სხვადასხვა კარგი კითხვა, იმიტომ რომ ბევრი თვლის რომ აქ უნდა ჩამოვიდეს და ბევრი თვითონ მებრძოლები თვლიან და დიდი შეცდომაა ეს, რომ აი ჩავლენ სადღაც კავკასიაში არ აქვს მნიშვნელობა. დაღესტანში იქ და ისწავლიან ჭიდაობას და მოჭიდავეს მოუგებინო. ცხადია ეს არ არის რა. ეხლა მოჭიდავეს რომელიც ბავშვობიდან 8 წლის და 5 წლის ასაკიდან ჭიდაობს და გამჭირდა კარდიო აქვს ჩამოყალიბებული, აი სუნთქვა მისი მოჭიდავის სუნთქვა, სხეული, მაგრამ ჩონჩხი აქვს უკვე სხვანაირი. ხდები? აი სხვანაირი კერდი აქვს სხვანაირი. თავარია რომ აი იცოდეს, სწორი გეგმა გქონდეს და სწორი ილუზიები არ გქონდეს შექმნილი, რომ ეს მე ვერ წამახსებს. მაგათ ვერ წაგაცებს ისლამ მახაჩევი, როცა ისლამი თუ ხაბიბი? როგორც მებრძოლი თუ როგორც მოვლენა. უნარებით ეხლა რო აიღო მათი უნარები, ხო, როგორც სპორტსმენი, ხო, აი კონკრეტულ სპორტში, ხო, გრეპლინგი, სტრაიკინგი და ასე შემდეგ. ყველანაირად ისლამი უკეთესია. ეს სპორტის სახეობა არის ახალგაზრდა ძალიან. ძალიან დიდი ნახტომებით ვითარდება. აი ხაბიბის დროს სხვანაირი იყო. სხვანაირი ხაბიბის დროს შეიძლება უბრალოდ საკმარისი იყო, მაგარი სასწაული მოჭიდავე ყოფილიყავი და ყველას მოუგებდი, რაც საკეთებდა ხაბიბი. ეხლა იგივე ისლამ ახაჩევის, რა თქმა უნდა, მის შემთხვევაშიც ჭიდაობა მთავარი ბაზა რაზეც არის გაწყობილი მებრძოლი, მაგრამ ფეხზე ჩვენი ვართ ვიძი და შეუძლია ისეთი ქიქები, ხელები, კრივი ისეთი აქვს, მაგით იწყებს ხოლმე საერთოდ. ანუ თავის დროში ხაბიბი იყო უფრო დიდი, ვიდრე ახლანდელ დროში არის ისლამი. ამ სპორტში ასე. პორიე ვიეს ჰუკერის მსგავსი ჩხუბები MMA-ის იმიჯისთვის უფრო კარგია თუ უფრო ცუდი? ანუ დამასის ხნიანებელი ბრძოლა. იცი რა, მოდი ასე ვთქვათ, დანავაიც რო ეკითხებიან, რომ ყველაზე მეტად რა მოვლენა მან ვინ შეუწყო ხელი UFC-ს და MMA-ის პოპულარობასო და კითხვა ისე დაუსვეს რომ ასე თქვა კონორი, თქვა რომ კონორი მეორეზეაო. პირველზე არის აი ეს ბრძოლა, თან აი ეს კონკრეტული ბრძოლა იყო, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც სასწაული ბრძოლა, რომელიც დიდ სცენაზე ნახა მაყურებელი და გაგიჟდა მაყურებელი. მაგის გარდა კიდევ უამრავი ბრძოლაა, მაგალითად დონ ფრაი ბრძოლა და კაიამასთან პრაიჩი, რომელმაც რო ნახა ძალიან ბევრი აი ეს მომენტი ნახეს იმ ბრძოლიდან და იმის მერე შეუყვა დაიწყეს ამ სპორტის ყურება. თუმცა მეორე მხრივ აი ესეთ ბრძოლაში ბევრი ეგეთი ბრძოლა ვისაც აქვს, როგორც ეს ჩემპიონების მიერ ხდებიან. თავს წირავენ. თავს წირავენ, ხო. ბავშვებს რო უთხრა როგორი იყო რასად როდის 90-იანებში. გედევან პოდკასტზე მერვე ჩემპიონატის მოაზრე. კარგი იყო. იცი რა, ნაკლებად შეფუთული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უფრო მიმზიდველი და უფრო აზარტული. ტონი ფერგიუსონი ასეთი სამარცხვინო რეკორდით რატომ წავიდა? ეს სერიოზული პრობლემაა ზოგადად MMA-ის მებრძოლებში და ტონი ფერგიუსონზე კიდე უფრო მეტად წყდება გული anderson silva-ზე, რომელიც აი ეგრე რო არ წასულიყო როგორც ტონი ფერგიუსონი წავიდა. აი ახლა ჯონ ჯონსზე და სენ პიერზე კი ელაპარაკებდნენ, აი ის იყო ყველა დროის საუკეთესო თუ ეს. ულაპარაკოთ anderson silva იქნებოდა, იმიტომ რომ მართლა ეგრე იყო რა, როცა ერთმანეთს თანამედროვეები იყვნენ. ისინი პირველ ადგილზე მაგ პერიოდში სამი პერიოდზე და ყოველთვის powerful pound იყო anderson silva და მართლა ასე იყო. მაგრამ გააკეთა იგივე რაც ტონი, ანუ წასვლის დრო უნდა ხდებოდე, როდის არის შენი წასვლის დრო. და ეს ხალხი უკვე სისხლში აქვს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ შეუძლია. აქ უკვე მარტო ფულზე და ტიტულებზე არ არის ხოლმე. ამის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება და ბევრს უჭირს. სამუდამო არაფერი არ არის და არავინ არ არის. რატომ ვერ აეწყო ლევან მაყაშვილის კარიერა UFC-ში? ლევან მაყაშვილის ხო ძალიან არა, ცუდი შედეგი. ლევან მაყაშვილის ჰქონდა 3 ბრძოლა, როგორც მე მახსოვს UFC-ში, არც ერთხელ არ დაფინიშებულა, ანუ თუ სწორად მახსოვს, აქვს 1 წაგება, 1 ფრე და 1 მოგება. მან როგორც ყველა მებრძოლს ჭირდება, ასე ვთქვათ, ფან ბაზა, რომ ის იყოს საინტერესო. ხო, მთლიანობაში ეს ხო
ბიზნესია. კონორი რატო არის მიმზიდველი ყველა ორგანიზაციისთვის, ხო? ბევრი გამომწერი. რა თქმა უნდა, გამომწერი და ფანი და ხალხი უყური, გავა კონორი რას იწევს. შეფუთული პროდუქტია მთლიანად თავის სტორი. ეს არ იყო ლევან მაყაშვილი შეფუთული, სამამისად ლევან მაყაშვილი იყო მარტო. შეიძლება ბევრად მეტისთვის მიეღწია, თუნდაც ყურადღების მხრივ, თუნდაც კარიერა უფრო მეტი ხანი ქონოდა UFC-ში. საკმარისად ჯიუტი არ იყო შეიძლება. თუ შენთვის ჯიუტი სხვა არის. შენი ჯიუტი ვიცით. ხო, ჩემი ჯიუტი კი არის ჩემპიონი აგერ ორი ზონის და მესამეზე იწევს. რატოა ჯიუტი? თუ გახსოვთ ეგ ბრძოლა, ეს მოკლედ ეგ მოხდა ჰერბერტთან ბრძოლაში, როცა პირველად ავიდა ზედაწონაში, სუბუქ ზონაში პირველად იბრძოლა და ძალიან ცუდად წავიდა ის ბრძოლა, იმიტომ რომ ჰედკიკი გაუშვა, ფეხი თავში მოარტყა ჰერბერტმა. და ნუ აი როგორი ბრძოლა მაგ ბრძოლების მეტი რამე ნახავს ხო და აი 90% შემთხვევაში მე თარდება ბრძოლა რა აი ვეღარ აგრძელებს იმ წამს შეიძლება არ დამთავრდეს მაგრამ მე აფინიშებენ რა მე ბრძოლს რა და მე გამოჩნდა რომ არ იყო მაინც კარგად რა იმიტომ კიდე უშვებდა თარხნებს პირველად დასრულდა ძმა ეხვეწებოდა ალექსანდრე რომ გეხვე დამიჯერეო რა ჭიდაობა შეჭამო რა ნუ ეჩხუბებიო რა და აქედან ჩვენ ცნობებდა ეჭიდავ არ ეჩხუბო დაიწყო ურტყავს ის თან ის თუ გახსოვს იყო ძალიან მაღალი გრძელი ხელებით ნუ ვერ წდებოდა რა ილია უბრალოდ ვარა ცოცხალი დავით არ ჭიდაობს და მაინც ფეხზე რო გათიშა და მაინც დგომში რო გათიშა და მაშინ მეთქი ძალიან ჯიუტი ესე ჯიუტი არავის არ უჯერებს არ ძმას არ დაუჯერა კუთხიდან ვისთან დარჩებოდი გალიაში მარტო ბასრუტენთან თუ ვანდერლეი სილვასთან ბასრუტენთან მირჩენია აუ სი ვანდერლეი სილვას რო შეხედო უკვე საშინ შუქი რო ჩაგროჟო შეგეშინდეს და ბასრუტენი თან ჯიგარია კაი ტიპია ბასრუტენი მარადიული კითხვა ვინ არის გოუთი გოუთი საერთოდ ცალსახადო თქვა რომ აი ეს არის და არ შემეკამათო არ შეიძლება იმიტომ რომ ყველა გოუთი შენი თვი და არ შეგეკამათებ მე ვიტყვი კი მე ყველა ჩემთვის ეს ვინც მისცემს ყველა მიცის მე შვიც გარკვეულია რომ ჯორჯ სენ-პიერია ჩემთვის გოუთი GSP ზოგადად მესმის ეს როცა სხვა ამბობენ აბსოლუტურად მესმის იმიტომ მაგ ბევრს რამეს აქვს მნიშვნელობა რა დროს იყო ხო პელე უფრო მაგარია თუ მარადონა კი ბატონო შევთანხმდით რომელ ქართველ სპორტსმენს ნახავდი MMA-ის ოქტაგონზე არა მე ჯუდოკა მოჭიდავე ფეხბურთელი რაგბისტი კალათბურთელი ვინც გინდა ის თქვი გეტყვი ორი მყავს ეგეთი ერთი არის გორგოძე და ფიქრობ რომ მასაც გამოუვიდოდა კარგად თორნიკე შენგელია. კი. ამებში ხედავ პოტენციალს, რომლებიც თითქოს შორს არიან რა ამისგან. არის თუ არა Warrior მებრძოლი 2011 წლის. ფილმი? MMA-ზე გადაღებული საუკეთესო ფილმი. ხო, ფილმი. არ ვიცი, იქიდან გავს საუკეთესო ბევრი არო გადაღებული MMA-ზე. არ არის ბევრი გადაღებული. მე მაგალითად ძალიან მიყვარს, სულ სხვა ჟანრია ის კომედია. არის ზუსტი ქართულ თარგმანში არის სუქანა რინგზე მე მგონი. კევინ ჯეიმსი რო თამაშობს. არ ვიცი. ბიოლოგიის მასწავლებელია ტიპი და მუსიკის იმას აუქმებს სკოლა. გაკვეთილს ამის მეგობარია დასაკავანი კაცი. ძალიან მუსიკაზე შეყვარებული ინტელიგენტი კაცი და რჩება უშევარი სკოლას უჭის ფინანსურად და აუქმებს ამ სკოლას და ფუდი რო იშოვოს საერთოდ მებრძოლთან კავშირი არა პარა. ჭიდაობდიო მეო და ბასრუტენის სამაშოს მაგ ფილმში რა და ბასრუტენთან არის სტუმრად ბასრუტენი არის ემიგრანტი რომელსაც უნდა რომ მიიღოს მოქალაქეობა და ეს რაღაცებს ასწავლის პარალელურად სკოლისა კიდე რაღაცებს აკეთებს და ბასრუტენი უყურებს იმას და ნახა რომ წააგო ერთმა მებრძოლმა და $10,000 მიცეს და ამას უყურდა რატო მიცეს ხო წააგო მე რომ მოიგოც მიიღებდაო და ეს დაფიქრე მე შემიძლია რომ წაგებაო თან ეს მე ჭიდაობდიო სკოლაში და წაგება შემიძლია კარგად და გადაწყვეტს რომ გახდეს მე თულიო წააგოს ნუ წააგოს რა გავიდეს ახლა მაგრამ ალბათ წააგებს ფიქრობს თავად და მაგრამ ამ ფულით დაეხმარება ამ იმას და ნუ თავის მებრძოლების თამაშები ძალიან სახალისო ფილმია მადლობა მადლობა თქვენ